თავი მეოცე. ერთ შაბათს გარიჟრარზე, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარია მაგდალელის სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს და უთხრა მათ: უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით სად დაასვენეს. მაშინვე გამოვიდა პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაგდებული ტილოები, მაგრამ არ შესულა. მის შემდეგ მოვიდა სიმონ პეტრეც. შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები. სულ არა თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, იმ ტილოებთან კი არიდო, არამედ ცალკე იდო, ერთ ადგილას დახვეული. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველად რომ მივიდა და იხილა და იწამა, რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. მოწაფეები კვლავ წავიდნენ თავისთვის. მარიამი კი იდგა სამარხს გარეთ და ტიროდა. ტირალი სამარხისაკენ დაიხარა და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი. სხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას: დედაკაცო, რატომ სტირი? მან მიუგო: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს. ამის თქმისას მოტრიალდა და იხილა მდგომარე იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: დედაკაცო, რატომ სტირი? ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა იგი და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიგე, მითხარი სად დაასვენე და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ. მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი, რაც ნიშნავს მოძღვარო. იესომ უთხრა მას: არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულ ვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამა თქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მარია მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას. იმავე დღის საღამოჟამს, შვიდეულის პირველ დღეს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენ და. ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენ და. როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა: მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ დაეკავებათ. თომა 1-12 ტყუპის ცალად წოდებული არ იყო მათთან, როცა იესო მივიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: ჩვენ ვიხილეთ უფალი, მაგრამ მან უთხრა: თუ მის ხელებზე ნალურსნებს არ ნახავ და ნალურსნებში საკუთარ თირთს არ ჩავყოფ და მის ფერდში საკუთარ ხელს არ ვიძამებ. 8 დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინიყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო კარჩაკეტილში, დადგა შუაში და თქვა: მშვიდობა თქვენ და. შემდეგ უთხრა თომას: მოიტა აქ შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. უთხრა მას იესომ: შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე, მეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახი ვარ და სწამთ. მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მორწმუნეებს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.